იუთუბერები იბადებოდნენ, მუშტატა კრავდნენ პაწუწა მტევნებსო. პარალელურად დედამიწაზე ხდებოდა რაღაც საინტერესო. დღევანდელი ვიდეო იქნება სწორედ ამაზე, რა ხდებოდა პარალელურად, როცა იუთუბერი იბადებოდა. Starbucks-ის 130 ფრაპუჩინოს საუკეთესო ყავა, რომელიც შეგიძლიათ მაღაზიაში შეიძინოთ. ანუ ცალსახად. ჩემი აზრითაც კი არ ვამბობ ამას და ვამბობ საუკეთესო ყველაზე გემრიელს. ბევრი იუთუბერს ვკითხე დაბადების თარიღი და ერთ ეზოთერიკოს გადავეცე, არ ვიცი რა სჭირდებოდა. მოვიძე ინფორმაცია ყველაფერზე, მაგრამ აი საინტერესო რომელიც არის მარტო ეგენი დავტოვე რა. ზოგი იუთუბერი იბადებოდა პარალელურად მაგალითად რაღაცა ბალახის კრეჭვის ის ჩატარდა ფესტივალი და ეგ რაში გვაინტერესებს ბალახის კრეჭვის ფესტივალი რო ჩატარდა გუნდიშა რო იბადებოდა ვთქვათ. ამიტომ საინტერესო და რაზეც შემილია რომ reliable content-ი გავაკეთო, მხოლოდ ეგენი დავტოვე. დავიწყოთ. მახარა დაიბადა 1993 წლის 13 სექტემბერს, მოგეხსენებათ, ქალწული არის მახარა. ჯერ 1993 წლის 13 სექტემბერს რა თქმა უნდა არაფერი კარგი არ მომხდარა, პატარა ავარია მოუვიდა. პოპულარული ისტორია ესეთი რომ ტექნიკური ხარვეზი გაიპარა, ტიპებს ეგონათ რომ მარჯვნიდან უბერავდა ქარი, თურმე ტრაკის ქარი ჰქონდათ და მარჯვნიდან უბერავდა ქარი, ცოტა გადახარეს თვითფრინავი და ორ ბორბალზე დასვეს და ორ ბორბლით იფრინა გადავიდა და დასაჯნობილს გაცდა, გადაიჩეხა სადღაც, მაგრამ მხოლოდ ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთ-ერთი იყო ბორტგამცილებელი, მეორე იყო მგზავრი, მაგრამ სამაგიეროდ დაიბადა ერთი ადამიანი. რო იცოდნენ იმ ორმა ადამიანმა ვინ იბადებოდა, ალბათ არ იქნებოდნენ კმაყოფილები, მაგრამ რა ვქნათ, ესეთია რეალობა. დაიბადა გიორგი მახარაშვილი. პარალელურად ის თვითფრინავი ავარიაში ყვებოდა. ხათაშორის 13 სექტემბერი არის კრემიანი დონატების დღე. ანუ დონატების დღე არა, კრემით სავსე დონატების დღე. აჩიზე გადავიდეთ მახარადან. აჩი დაიბადა 1991 წლის 15 აგვისტოს. 15 აგვისტოსთვის ყველაზე მოთხოვნადი number 1 სიმღერა იყო Everything I do it for you. მახარ. ეს მახარ მე ჩავამატე. მარტო ის არის Everything I do it for you. ანუ რასაც ვაკეთებ, ყველაფრის შენთვის ვაკეთებ. მახარ. როგორც იცით, აჩი ძალიან chill ტიპი არის, როდესაც ოთახში არის და სათვალის ქონა კეთება არალეგიტიმურია, არასწორია, მას სათვალე უკან უკეთია, იმდენად chill ტიპი არის და გაგიკვირდება და 15 აგვისტო არის საერთაშორისო chill დღე, ანუ საერთაშორისო რელაქსის დღე არის, ანუ 15 აგვისტოს ყველაზე chill ტიპი დაიბადა chill day-ზე. გაგიკვირდებათ და ძალიან დაკავშირებულები არიან კალა და მახარა. კალა როდესაც დაიბადა, ანუ 1993 წლის 19 მაისს, კალას დაბადების დროსაც უარდებოდა თვითფრინავი, ოღონდ ბევრად ბრუტალური, რავია კატასტროფა მოხდა. მახარას შემთხვევაში თუ გარდაიცვალა, წუთი სოფელი დატოვა, ჩამოშორდა აქაურ სამყაროს ორი ადამიანი. კალას შემთხვევაში თვითფრინავი კოლუმბიის ავიახაზების თვითფრინავი მთას დაეჯახა, ანუ ეგეც ტექნიკური ხარვეზი იყო, შეეშალა სიმაღლე და ადრე დაიწყო დაშვება, დაიჯახა მთას და 132 ადამიანი გარდაიცვალა, მაგრამ სამაგიეროდ დაიბადა გიორგი კალატოზი. გიორგი კალატოზი, როგორც იცით, არის ძალიან შრომის მოყვარე, უშრომის მოყვარე ადამიანი არის და გიორგი კალატოზის დღეს, დაბადების დღეს, 19 მაისი, ასევე არის ფუტკრების საერთაშორისო დღე. აი ესე დამთხოვებიან, ანუ აი გიორგი კალატოზზე რომ ვფიქრობ, მახსენდება ეს დასკვდარი თითები, შრომა ფუტკარი და აი ფუტკარი არის გიორგი კალატოზის დაბადების დღეზე ფუტკრის საერთაშორისო დღე არის. 1998 წლის 28 თებერვალს, ძალიან გაუმართლა ლუკას, 28 თებერვალს დაიბადა კნო. ამ დღეს დაიწყო კოსოვოს ომი. კნო დაიბადა 1998 წლის 28 თებერვალს და ასევე დაიწყო კოსოვოს ომი. იქ ერთი ასოთო ჩამატოთ, გამოვა კნოსოვოს ომი. ალბანელმა სეპარატისტებმა დაიწყეს საომარი მოქმედებები, რომლის მიზანიც იყო კოსოვოს დამოუკიდებლობის, ანუ ცალკე სახელმწიფოდ აღიარება. დაიწყო მაქედან ეგ ყველაფერი, ანუ ხა კოსოვოზე რო არის, კოსოვოს რო ხდება ხოლმე ნაკრები კოსოვო. 1991 წელს დაიწყო მაგის ბრძოლა და 2008 წელს კოსოვო გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო. და როგორც იცით, ლუკა არის ადამიანი, რომელსაც შეიძლება იდგეს შენთან ერთად რაღაცა სიტუაციაში და გეგონოს რომ სცინავს. ძალიან საინტერესოა რომ ლუკას დაბადების დღეზე 28 თებერვალი არის საერთაშორისო საზოგადოებრივი, ანუ public ძილის დღე. ძილი კი არა, ანუ ხალხში ძილის დღე, ანუ ავტობუსში გადაღებაზე, ჩაწერაზე, აი ეგეთ დროს ძილის დღე არის 28 თებერვალი, როდესაც დაიბადა ჩვენი კნო. ეხლა არის ყველაზე საინტერესო. ტატო the goat ბაციკაძე. 1026 წლის 15 მაისი.
1400 კი არა და 1984 წლის 12 ნოემბერი დაიბადა გოუთი ტატო ბაციკაძე. ამ დროს განსაკუთრებული არაფერი არ არის, ანუ არაფერი არ მომხდარა, მაგ დღეს ერთადერთი რაც ფაქტი ვნახე იყო, რომ მადონამ მაგ დღეს გამოუშვა სიმღერა Like a Virgin, რომელიც დიდად კავშირი ვერ ვნახე, მაგრამ საინტერესო რა არის კეთვით რა. 12 ნოემბერი არის პნევმონიის საერთაშორისო დღე, ანუ პნევმონიაზე რომ ადამიანებს მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ, აი მაგის საერთაშორისო დღე არის. როგორც იცით, ტატო ბაციკაძე პაპიროს აღარ ეწევა და მიზეზი არის მას ფილტვების ანთება დაიმართა ერთხელ, გაანება თავის სიგარეტს, მერე დაიწყო, თქვა რომ კიდე ერთხელ დამემართოთ ფილტვების ანთება და დავანებო თავი, აღარასდროს აღარ დავიწყებო. ერთხელ შევწოდე, მეორეჯერ აღარ შევწოდე ღმერთო, ღმერთმა შეისმინა, დასაჯა, გაუგზავნა მეორეჯერ ფილტვების ანთება და სტატომ სიტყვა შეასრულა და სიგარეტს აღარ ეწევა. ტატო, იმიტომ რომ ფილტვების ანთება მეორეჯერ ჰქონდა და 12 ნოემბერი მის დაბადების დღეზე არის ფილტვების ანთების საერთაშორისო დღე. სამყაროში მართლა. ცოტნე როდესაც იბადებოდა, ანუ 1993 წლის 28 სექტემბერი ცოტნე დაბადების დღეს გილოცავ ჯანმრთელობას ბედნიერებას გისურვებ, მაგრამ რო იცოდეს სხვათა შორის შენ რო იბადებოდი პარალელურად ვენესუელაში აფეთქება მოხდა დაგროვილი გაზის გამო, შეიწია 53 ადამიანი. ეს რეალურია მართლა, ანუ ყველაფერი ასე ვამბობ. დავგუგლე, დავარესერჩე და მართლა მოხდა რა, ცოტნე რომ იბადებოდა 1993 წლის 28 სექტემბერს ვენესუელაში დაგროვდა გაზი და გასკდა. და სხვათა შორის 28 სექტემბერი შიმშილისგან თავის დაღწევის საერთაშორისო დღეც არის, ანუ 28 სექტემბერი. ცოტნესთან ყველაზე მეტად მომეწონა, ცოტნეზე შემეძლო რომ ესაუბრა. 1994 წლის 8 თებერვალს იბადებოდა გუგა, ჰანგრიმენის გუგა და სხვათა შორის მაგ დღეს, ზუსტად მაგ დღეს ჯეკ ნიკოლსონი გაბრაზდა, ვიღაცამ გზა გადაუჭრა, გადმოხდა მანქანიდან, აიღო გოლფის ჯოხი, რომელიც სპეციალურად ისეთია შეარჩა, რომელსაც არ იყენებდა, გადაუხტა იმ ადამიანს და მანქანა დაუზიანა, ურტყა ესე შუშაში ეს გოლფის ჯოხი. იმ კაცს ალბათ ეგონა რომ ჰანგრიმენის ფრენკი ხო არ არისო ჯეკ ნიკოლსონი, ეს გზაში მიდიხარ და უცებ წინ ჯეკ ნიკოლსონი მოდის, უჭირავს შეშლილი სახით იყურება, უჭირავს გოლფის ჯოხი და ურტყავს შენ საქარე მინას და უეჭველის ელოდება იქიდან სადმე გუგაჭყონი არ გამოვიდეს, მაგრამ ცოტა ადრე ეძებს, იმიტომ რომ ზუსტად მაგ მომენტში იბადებოდა გუგაჭყონია. და სხვათა შორის ესეთი სლოგანი არსებობს, 8 თებერვალი არის იცინე და გამდიდრდი. ესეთი საერთაშორისო დღეა ამისი. და ძალიან relatable არის გუგასთან ჩემი აზრით რა. დადგა 2002 წლის 13 სექტემბერი და დღე, როდესაც ბენი ტეტრისის დამშლელი ბენი იბადებოდა პარალელურად სერ ალექს ფერგიუსონს ჰქონდა სასამართლო, მას უჩივლეს, იმიტომ რომ 21 წლის ქალბატონი, რომელთან ერთად გზავრობდა სადღაც ერთი A პუნქტიდან B პუნქტამდე, ამბობდა, რომ გზაში მეთომარებოდაო და სექსუალურად მოვიწროვებდაო. სერ ალექს ფერგიუსონი გაგიჟდა, სერ ალექს ფერგიუსონია და ვიღაცა გოგოს 21 წლის გოგოს ტაკოზე ხელებს რო კიდებდა, გაოგნებული იყო ამ ბრალდებით. წარმოიდგინეთ, გოგოს ხელი გაუწოდა A პუნქტიდან B პუნქტამდე მიყავდა და იმ გოგომ უღალატა და დაუწყო ფულის გამოძალვა. როგორც უღალატა ბენიმ ტეტრის და დაშალა, მაგრამ უყურეთ 13 ოქტომბერი არ არის ის დღე, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონმა ეგ რაღაცა ჩაიდინა იმ ქალის თქმით. 13 ოქტომბერს სასამართლო იყო, სადაც გაამართლეს სერ ალექს ფერგიუსონი. ამიტომ ეს პარალელი თუ გავავლეთ, ესე იგი ბენი მართლა დამნაშავეა, მართლა მოღალატეა და მართლა ცალსახად მისი დამსახურება კარგზე ეთქვის. ცალსახად მისი ბრალია, რომ ტეტრისი ვიდეოებს აღარ დეებს. და ასევე 13 ოქტომბერს აღნიშნავენ ულიფოდ სიარულის დღეს. ბენი. გახსოვთ 16 იანვარს რო ვთქვი, რომ ბილ კოსბის შვილი მოკლეს თქო, მე როცა ვიბადებოდი თქო. 11 იანვარზე რო ვარესერჩებდი, ქორვარი დაბადებული 11 იანვარს 1997 წლის 11 იანვარს. და 11 იანვარს თურმე ბილ კოსბიმ მოიგო People's Choice Award. ანუ 11 იანვარს მოიგო People's Choice Award, როცა ქორო ვიბადებოდა და მე როცა ვიბადებოდი, შვილი მოუკლეს გარეთ. ძალიან საინტერესო არის. კაკო დაიბადა 1992 წლის 7 ოქტომბერს და ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ 7 ოქტომბერს 1992 წლის დაიდო მაასტრიხტის ხელშეკრულება, სადაც ეს რაღაცა ევროკავშირის როგორ დაალაგდა, იცი რომ ევროკავშირში საერთო მოქალაქეები რო არიან და შეუძლიათ უვიზოდ მიმოსვლა წევრ ქვეყნებს ერთმანეთში, ანუ მაგალითად იტალიიდან ჩეხეთში შეგიძლია ჩახვიდე ვიზის გარეშე და პირადობით და ასე შემდეგ.
შემდეგ ეგ ხელშეკრულება დაიდო, რომ ყოფილიყვნენ ანუ საერთო მოქალაქეობა ქონოდათ ევროკავშირის წევრ ქვეყნის მოქალაქეებს და თან ვიზა არ დაჭირვებოდათ და კაკოც დაიბადა და ესე დაიწყო მოგზაურობა უპრაგონოც ასევე სხვათა შორის 7 ოქტომბერს. არის შიშველი მუშაობის საერთაშორისო დღე და როგორც იცით კაკო ძალიან ხშირ შემთხვევაში რომ ნახოთ მისი ვიდეოები ბევრად კარგად მუშაობს როცა მას ტანზე არ აცვია ვიდრე აცვია. აი ამას მორჩეთ ძალიან საინტერესო ფოტო შემხვდა. ეს ფოტო არის ირაკლი არაბულს ედო აი ეს ფოტო სადაც ნაჩვენებია ძალიან უცნაურ პოზაში ადამიანი და ეს არის გურამ კოსტავა მოფარიკავე რომელიც 3-0-ს აგებდა ფინალში. ყველას ეკენა რომ დამთავრებული იყო ბრძოლა ვერ გაიმარჯვებდა მაგრამ დააკამბექა 3-3 გახადა და 4-3 გახადა აი ამ მოძრაობით. ეხლა თუ გაინტერესებთ რომ ეს ვიღაცა ზურგში ვენჩხლეთს ეგ არის კოსტავა არა. კოსტავა არის ადამიანს იცილებს ზურგიდან და აი ეს ეჩხლეთს თავში უჩხლიდა ბოლოს რა. ძალიან დამევასა ესა წარმოიდგინეთ ნახე რა მაგარი ისა. ანუ მაგ ილეთით რო ბრძოლას იგებ ალბათ ძალიან საინტერესოა და ძალიან მომეწონა რა. ამიტომ გამოვიტანე მე რო ვიცი, ძალიან მომეწონა თქვენც მინდა რომ იცოდეთ. რახან სპორტზე ვისაუბრე, გეტყვით რომ სეტანტაზე ისევ მაქვს პრომოკოდი ბასტო დიდი ასოებით, რომელთაც შეგიძლიათ 9 ლარად მიიღოთ 13 ლარიანი მომსახურება. სხვა შორის უცებ ფეხბურთზე ზიდანი არასდროს არ მოხდა რა ოფსაიდში. ბალოტელის პენალი არასდროს გაუმაზავს და ჟირუს ჰქონდა თამაში, სადაც 90 წუთი ითამაშა და ბურთს არ შეხებია. ეს უცებ ფაქტები. ისე არ გაგშენიათ კითხვა იმ ტრედები რა როჟები არიან, რატო არიან ქალაქში ამდენი ტრედი? ანუ რატო არის ამდენი ტრედი? რა საიდან თან მარტო ქალაქში რატო არიან რა? რაღაცა ჯაძოგია მაქვს რომ ჯაშუშები არიანო, შპიონი რო გოლუბი რო მაქედან მოდის რა, ანუ ჯაშუშები არიანო ტრედებიო რა. შპიონი. და მე დამაინტერესა რომ პროსტა რაღაცა იდეა კი მქონდა, მაგრამ მაინტერესებდა რა ვკითხე რომ მეთქი ტრედები საიდან მოვიდნენ, რატო არიან ამდენი? ყველგან ტრედი რატო არის? და ესეთი პასუხი მივიღე რომ თურმე ადრე ჩვენ რაღაც 1000 წლის წინ ტრედები ჩვენ თვითონ მოგვიშენებია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გამოყენება ქონდა ამ ტრედს. ჭამდით ამ ტრედს, ანუ ეხლა როგორც ქათამი რა ინტენსივობითაც იჭმება, ეგეთი ინტენსივობით იჭმება და ტრედი. ეხლაც არის ტრედის კერძები ბევრ რესტორანში, მაგრამ მაშინ უფრო მეტ ტრედს ჭამდი და მოვაშენეთ ეს ტრედები, გავამრავლეთ ეს ტრედები და თან კურიერის ფუნქციაც ქონდა. მარტო ის არ იყო რა, რაღაც წერილს მიაბავდნენ, მიქონდა რომ მაგარი გამოყენება ქონდა ტრედს, მაგრამ დღეს ინფორმაციის გადასატანად საერთოდ სხვა რაღაცას ვიყენებ, ტრედზე კაი არის თითქმის ყველა ვარიანტი ინფორმაციის გასაცემად. მოვაშენეთ, გავამრავლეთ, ადრე გამოყენება ქონდა, მე ეს განვითარდა სამყარო და ვეღარ ვიყენებთ ამ ტრედებს და ეხლა რაც დარჩა არის მაგის კლინტრის რეცხვა მიდის, სხვა დანიშნულება ამ ტრედს არ აქვს რა. ამას რო ვუყურებდი ცოტა ინდოელი კურიერის ვაიბი წამოიღო. ადრე რო კურიერი იყო და ეხლა რომ მაგის მოსაქმებულის რეცხვა გიწევ. ძალიან უიღბლო რაღაც მოხდა რა. წარმოიდგინე 1.5 მილიონიანი ქალაქში ცხოვრობ, ერთ-ერთ კორპუსში ცხოვრობ, ერთ-ერთ სახლში ცხოვრობ, შენთვის ცხოვრობ რა. და ვიღაცა კურიერს, კაროჩე, ვერ შეიკავა, ამოვიდა და აი შენ აგირჩია რა. ანუ 1.5 მილიონი ადამიანიდან აი შენი კარი აირჩია და შენ კართან ქნა რა. და წარმოიდგინე კურიერიც რა უიღბლოა, რომ 1.5 მილიონიან ქალაქში, სადაც კორპუსების მხოლოდ 1%-ში ალბათ არის კამერა, მაინც და მაინც ეგ კორპუსი არჩია. ავიდა და მარტო სახლის წინ კი რა ტიპს ვიდეოშიც მოუჯო. აი ესეთი უიღბლო რაღაც მოხდა ნანუკა რა. ეხა ეს კურიერები ხო შემოვლი. მარტო მისი მოჯმულების მოწმენა მოგვიწევს. ой, და უცებ ძალიან საინტერესო კიდე. იცი რომ ვენერას დღე უფრო გრძელია ვიდრე წელიწადი? ანუ ვენერას დღე არის ჩვენი დღეების სათვლით 253 დღე ჭირდება ვენერას რომ დატრიალდეს და 225 წრე რომ დაარტყას მზეს. ანუ იქ დღეღამე უფრო გრძელია ვიდრე თლიანი წელიწადი. კიდე ძალიან მაგარი რაღაც ვიპოვე რა, შეიძლება ბევრმა იცით, მაგრამ მე არ ვიცოდი. იუსტიციაზე რა გახსენდება? იუსტიციას გახსენდება სახლი რა, ან justice. იუსტიცია არის რომაული ქალღმერთი, სამართლიანობის ქალღმერთი. აი ის რო ხვეცით აქეთ რომ ის უჭირავს სასწორი და აქეთ ხმალი და თვალები რო ახვეული აქვს. ეგ ნიშნავს რომ ყველაფრის მიუხედავად არ აინტერესებს ვინ არის როგორი არანაირი არის, სამართალს უდგება სამართლებრივად რა. არანაირი advantage-ები და disadvantage-ები იქ არავის არ აქვს და მაგიტო აქვს თვალებზე აფარებული რომ უცებ რა ცნობობით ვიღაცას რაღაცა არ შეარჩინოს. ან ვიღაცა არ ევასებოდა იმის პირიქით უფრო არ დასაჯოს. სამართალი არის უნივერსალური ყველასთვის ერთი არის რა. აი ეგ არის იუსტიცია. და თურმე იუსტიცია, ანუ justice და იუსტიცია ყოფილა ქალღმერთი რომაული. მაგის პარალელური არის თემიდა რა, ოღონდ ეგ არის ბერძნული. და ბოლოს Nokia სანამ მობილურების დამზადებას დაიწყებდა, ჩექმებს და საბურავებს ამზადებდა, წარმოიდგინეთ.
როგორ შეიძლება ადამიანი, აი, მან რო Nokia-ს დირექტორი ხარ ხა და ამზადებ ჩექმებს და საბურავებს და რაღაცებს ამზადებ და მოდის ვიღაც ტიპი და გეუბნება რომ ეხლა გამოიგონებენო მობილურს თუ რაღაცას რო ისეთ რომელთაც ესე ყურზე მიიდებო და 5000 კილომეტრში ვიღაცას დაელაპარაკებიო ისე რომ ყვირილი არ მოგიწევს და მაგ დივაისების ყველა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი წარმოებელი გახდებიო. აი ხო წარმოუდგენელია რა, ანუ მობილურების სამყაროში ორი ერა არსებობს რა, ჩემი აზრით რა. ყველაზე ისეთი ცნობილი რა, აი Nokia-ს ერა და მერე smartphone-ის ერა, iPhone-ის ერა რა. როცა მობილური ტელეფონები იყო, მაშინ Nokia იყო ყველაზე მაგარი. ყველაზე მაღალი ხმა ქონდა, კაი ფოტოს იღება Nokia i95 თუ ქონდა, აი რავი რა, Bentley ყავდა რა. და წარმოიდგინეთ Nokia აი ეგეთი დიდი, აი ორი ერიდან ერთ-ერთი რომ მაგას ეკუთვნის, სანამ მობილურების დამზადებას დაიწყო და ჩექმებს და საბურავებს კერავდა რა. ანუ ჩექმებს კერავდა და საბურავებს ამზადებდა. ამით რისი თქმა მინდა რომ თქვენ არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება ჰორიზონტზე არ ჩანდეს არაფერი, სადაც თქვენ თავს ხედავთ ან თქვენი ნიჭის გამოყენების და მონეტიზაციის შესაძლებლობა გეძლევათ, მაგრამ ანუ არ არის აუცილებელი ხედავდე რა. როგორც Nokia-ს დირექტორი ვერ დაინახავდა, აი როგორ უნდა მოეფიქრებინა, რომ გამოიგონებენ რაღაც ახალს, რომლის წარმოებელს ეს გახდებოდა ყველაზე მსხვილი. ანუ ეგ არის ყველაფერზე უცნაური. ანუ თქვენ მაგაზე უცნაური ვერ გექნებათ. და როგორც Nokia-ს ჰორიზონტზე არ ჩანდა პაკრეშკების და ჩექმების კერვის დროს რომ მობილურს გამოიგონებდნენ და მე ესენი მობილურის გამოშვებას დაიწყებდნენ, ისე შეიძლება არ ჩანდეს რაღაცა თქვენი გადმოსახედიდან. აი მილიონი მაგალითის მოყვანა შემილია, რომ აი რაღაცა იქ იყო და უცებ ბახ და აქ გაიჩითა, ისე რომ აი საერთოდ არაფერი ლოგიკას არ ექვემდებარებოდა რა. ძალიან მნიშვნელოვანია განწყობა. ხო და განწყობის შესანიშნავად იცოდეთ რომ დღეს თუ რაღაცა ისე არ არის, არ ნიშნავს რომ ხვალ ისე არ იქნება. დღეს თუ ჰორიზონტზე საერთოდ არაფერი არ ჩანს, სიბნელეა, ღამეა, ცხვირწინ არიცი რა ხდება და სულ სიბნელეში ხარ, გაუგებრობაში ხარ, მაქსიმუმ 12 საათში ყველაზე ნათელი და მხურვალე რაც არსებობს ჩვენ სამყაროში, ეგ ამოვა შენ თვალწინ და ვაფშე ყველაფერს გაანათებს, ანუ რაც გჭირდებოდა იმ მომენტში ყველაფერს მოგცემს რა. თან როგორც სულ ვიძახი რა. დედამიწა მრგვალია თქვენი გადმოსახედიდან, ანუ თქვენი point of view-დან ყოველთვის სამყაროს ცენტრში ხართ. როცა სხვისი ცხოვრების ყურებას იწყებ, მანდ კარგავს ზუსტად იმ იდეას, რომ შენ ხარ სამყაროს ცენტრი და შენ თუ სხვისი გადმოსახედიდან იყურები, სხვა ადგილას იყურები, ცენტრს კარგავ რა. და მე აღარ გამოდის ისე ყველაფერი როგორც საჭიროა. გახსოვდეს რა, ერთადერთი ხარ, ყველაზე პროფესიონალი ადამიანს რაც შეუძლია იყოს, სადაც შეუძლია იყოს, არის საკუთარ თავად ყოფნა. ანუ ბასტოთ ყოფნა ჩემზე მეტად არავის არ შეუძლია. ანუ მე ყველაზე მაგარი, აი ცალსახად ყველაზე მაგარი რაშიც ვარ, ჩემ თავად ყოფნაში ვარ. ასევე თქვენთ, ასევე ნანუკაც, ანუ ნანუკაზე მაგარი ნანუკა ვერავინ ვერ იქნება. ამიტომ სამყაროს რომ მოევლინეთ, რომ დაიბადეთ, კეთილი ინებეთ და იყავით საკუთარი თავები და ვიღაცა სხვის როლს ნუთამაშობთ, იმიტომ რომ თქვენ თავებად უფრო მაგრები და პროფესიონალები და კარგები და ვიდრე როცა ვითომ სხვა ტიპები ხართ. მოგალთ არ უღალატო საკუთარ თავს, არ გაჩერდე, უეჭველი რაც არ უნდა ხდებოდეს, როგორც არ უნდა ხდებოდეს, ჰორიზონტზე რომ არაფერი არ ჩანდეს და არაფერი არ მოასწავლებდეს იმ მომენტს, სადაც თქვენ გინდათ ყოფნა, არ ნიშნავს იმას, რომ არ მოხდება. შეიძლება პორტალი გაიღოს, იქიდან ვებხმა თავი გამოყოს, პირი გააკოს, იმიდან ელვა გახდეს, ელვიდან ჩამოყალიბდეს რაღაცა ფორმები და ამ ფორმებიდან გამოვიდეს ის, რასაც ელოდებოდი. ანუ ეგეთი შტერობა შეიძლება მოხდეს, რომელიც საერთოდ არალოგიკურია რა. და საქართველოს ბანკში ინის წინა ვიდეოში ვთქვი, მაგრამ გრძელდება 650,000 ლარიანი საპრიზო ფონდიდან თამაშდება ფული, ძალიან მარტივია ბილეთების მიღება, ძალიან მარტივი გადარეცხვა, გადმოუცხვა, გადახდა, პროდუქტის გააქტიურება, ანაბრის გახსნა, კრედიტ ბარათის აღება, ანუ ნებისმიერ რაც ინტერნეტ ბანკში რაც კეთდება, კომუნალურის გადახდა, ანუ რასაც აკეთებ, ოფლიოში ნომერ პირველი ინტერნეტ ბანკის გამოყენებით, თქვენ აგროვეთ ბილეთებს და გეგრძელება შანსი, რომ ფული მოიგოთ. მადლობა, წავედი. იმედია, კაი ვიდეო გამოვიდა, ნახვამდის.